აკეთე აქცენტი ანუ გუშინდელ დღეზე ხომ ყველამ უკვე ყველაფერი მართლა ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო რომ იჭერი ყველაფერი ცხადია და ნათქვამია მაგრამ მაინც თითქოს რაღაცნაირი შოკი იყო ხო ირანის საზოგადოების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია მიდის და როგორც ჩანს აქვთ მათ მიღებული აი ეს დირექტივა რომ უნდა დაეჭირათ და დაიჭირეს კიდეც რა რეალობაში აღმოჩნდით ჩვენ და თუნდაც აი ეგ ფაქტი რაზე მეტყვი ძალიან მძიმე იყო ამისი დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იქ, სადაც ირანის მოქალაქეები ტელეფონით იგებდნენ იმ წუთებში, რომ მათი ოჯახის წევრი აღარ არის ცოცხალი და ამ დროს სოლიდარობის აქციაზე მიდიან და იჭერენ ადამიანს. პირველ რიგში, იგა მოგესალმებით, ტელემაყურებელს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს და საქართველოს მალე თავისუფლებას უსურვებ, ახლა შეუძლებელია რომ გუშინდელი ფაქტი ვინმეს თვალში არ მოხვედრო და ერთი პროტესტის მონაწილე არის დაკავებული და მე მგონი ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა იმისთვის რომ ეჩვენებინა ირანის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის რომ აი მათ დააკავეს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს მოქალაქე, რომელიც აპროტესტებდა და ამით გამოეხატათ მხარდაჭერა ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. იმიტომ რომ ეხლა ფაქტებზე დაყნობით რომ ვისაუბროთ, მე არ მახსენდება საქართველოს არც ერთი თავრობის ან სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ერთ თვეში ირანში ორჯერ ჩასულიყო და მიზეზებიც იცით რატომ იყო ჩასული. არც ის მახსენდება, რომ საქართველოს რომელიმე ლიდერი მდგარიყო იმ პროქსი რეჟიმების მეთაურების გვერდით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრებს არ ცნობენ, რითიც არღვევენ საერთაშორისო სამართალს. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ ყობახიძე, ხო? ჩვენ ყოლია ხელისუფლებები, რომლებიც მართლა აწარმოებდნენ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და მე მგონია რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასეთი იყო ანუ აი სულ ყველაზე უფრო გვიან ალბათ 1995 წლიდან მაინც ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა ქართული ოცნება, იმიტომ რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეგ არ არის ბალანსის პოლიტიკა. ბალანსი რას ნიშნავს? წონასწორობას, ხო, რაღაცნაირი წონასწორობა უნდა გქონდეს ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებს შორის საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, ხო? ის რასაც ქართული ოცნება აკეთებს, არანაირი წონასწორობის შენარჩუნება არ არის. ეს არის კონკრეტული მიმართულებით გადახრა და ეს მიმართულება არის აი ავტორიტარული რეჟიმების ქსელი რუსეთის ფედერაცია, ირანი, ვენესუელა თუ დავაკვირდებით მადუროს, ირანის ხელისუფლებას, რუსეთს, ну იქ კიდევ არის ამაზე ბევრად უფრო დიდი სახელმწიფო და ირანს ამ სახელმწიფოსთან ისტორიული ურთიერთობები ჰქონია, ეს არის ჩინეთი, ხო? კონკრეტულად აი ამ მიმართულებით მოხდა ქართული ოცნების მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გადახრა. ეს არ არის არანაირი ბალანსი, ეს არ არის არანაირი წონასწორობა, კონკრეტული მოკავშირეები გაიჩინეს, ხო? და აი ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ბუნებრივია, რომ აუცილებლად მოკავშირისთვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ კი რა თქმა უნდა ჩვენ თქვენთან ვარ და აი აგერ ერთი კონკრეტული დემონსტრანტიც კი დავიჭირეთ. არც ერთ სახელმწიფოში, სადაც ხა ბევრ სახელმწიფოში არის ირანის საელჩოს წინ საპროტესტო გამოსვლები, ახლა თუ სწორად მახსოვს, მე მგონი ლონდონში ვიღაც აძრა და დროშაც კი არავინ დაუკავებიათ არსად, ხო? არსად არავინ დაუკავებიათ. საქართველოს აი ამ ხრივაც ქართული ოცნება აღმოჩნდა ჩემპიონი, აი ამ ნაწილშიც, ხო, ცუდი გაგებით, ხო, ნეგატიური გაგებით, ხო? მარტო თბილისში მოხდა დემონსტრანტის
დაკავება თან ხო ეხა იქ ხო რაღაცა ის არ იყო ხო რაღაცა უბრალოდ ვიღაც უნდა დაეკავებინათ რომ დაედასტურებინათ ერთგულება თუ ლოიალობა ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. ნახეთ, ირანი არის ჩვენი ისტორიული მეზობელი. ჩვენ გვაქვს მინიმუმ 3000 წლიანი ურთიერთობა ირანთან და ეხლა ის რაღაცა ქოცური პროპაგანდა რო არა ააშენოს რა ვინმე ამად გასაგონად ვიტყვი რა ხო რასაკვირველია ირანი აქ სულ იყო 3000 წლიანი უწყვეტი სახელმწიფოებრიობის ისტორია აქვს სულ იყო და ალბათ კიდევ იქნება ხო ჩვენ სამეზობლოშია ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ის იქ არის ხო ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით ეს ჩვენი ისტორია 3000 წლიანი ხან ომები იყო ხან მშვიდობა იყო ძირითადად მაინც ომები იყო ჩვენ მეფეები ყოლია პერსიიდან სპარსეთიდან ირანი ცოტა ხნის წინ 100 წელია რაც ირანი დაირქვეს მანამდე სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა სოფლიო ისტორიაში სოფლიო ისტორიის მანძილზე ეს სახელმწიფო ხო ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს მათთან ურთიერთობა მაგრამ ეს ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ჩვენი მხრიდან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არის დიახ სწორედ წონასწორობის და ბალანსის პოლიტიკა მათ შორის რეგიონის სახელმწიფოებთან მაგრამ არა ის რასაც აკეთებს ქართული ოცნება ეს არ არის საქართველოს ინტერესებში ეს არ არის ჩვენი ინტერესებისთვის სასარგებლო ანუ თუ ვინმე აპირებს ახლა რასაც ვლაპარაკობთ იმაზე პროპაგანდა რომ რაღაცა ააშენოს მინდა რომ ეს კოზი უკვე ნაცარში ჩაუვარდეთ მე ძალიან კარგად მესმის რა მნიშვნელობა აქვს და რა როლი აქვს და რა როლი ჰქონდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა და შეიძლება მომავალშიც ჰქონდეს ირანს ჩვენს რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ რომ ეს პოლიტიკა არ არის სწორი პოლიტიკა, ეს არ არის გამჭრიახი პოლიტიკა. და არ არის სწორი პოლიტიკა და ეს თვალშისაცემად წეგან რაც თქვი, აი ამაზრზენი იყო, სწორედ ამ დღეებში კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა იქ ის ჯოჯოხეთი ტრიალებს და წარმოუდგენელია უბრალოდ რომ ჩვენი გონებითაც კი ამ ყველაფერს დავეწიოთ სინამდვილეში იქ რაც ხდება, აი ამ დროს ხო, გეთანხმებით, მიზანმიმართულად სწორედ სოლიდარობის აქციას და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს რა, აი რამდენად სასტიკები არიან ეს ადამიანები, ვინც დღეს ფლობს ქვეყნის მართვის სადავეებს. აი სასტიკები პირდაპირ ვიტყოდი, მაგრამ იცით როგორი რეალობა გვაქვს რომ პოზიციონირებენ როგორც ხო ბალანსი, ასე აწვდიან რომ დაბალანსებული უნდა იყოს მათი პოლიტიკა, რომ თავარი არის მშვიდობა როგორც საბჭოთა კავშირივით ზაზამ სწორედ გაიხსენა, მაგრამ აი ამ ფონზე ყოველდღე ხედავთ რა პოზიციას აფიქსირებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ, თუნდაც დღევანდელი მაგალითად განცხადებებით საკმარისია, ხო? ხო, სინამდვილეში მშვიდობის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ახალი თემა, რომელიც მოიტანა დღევანდელმა დღემ, ეს იყო BBC-ს წინააღმდეგ სარჩელი გავაგზავნეთო, რომლითაც ისინი ითხოვენ იმის უარყოფას, რა გამოძიება ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება BBC-მ. აი ამ რეალობაში ალბათ კიდევ უფრო ბევრჯერ უნდა განუმარტოთ, ხო, ადამიანებს ვისაც ჯერა რომ მშვიდობის დამცველი ძალაა ქართული ოცნება რომ სინამდვილეში მშვიდობა არ არის ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. მაგალითად, თუნდაც ქიმიური ნივთიერების თაობაზე ჩატარებული გამოძიება, რომლითაც მე ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ უბრალოდ მოვიწამლე თურმე იმ დღეებში. როგორ ფიქრობ, ზაზა, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს BBC-ს